ყოველდღიურად ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში ტონობით ორგანული ნარჩენები წარმოიქმნება. კომპოსტირების შედეგად ორგანული ნარჩენები გარდაიქმნება ნუტრიენტებით მდიდარ სასარგებლო პროდუქტად, კომპოსტად. კომპოსტირების ერთ-ერთი მეთოდია სათემო კომპოსტირება. რა არის სათემო კომპოსტირება? სათემო ან საზოგადოებრივი კომპოსტირება ნიშნავს ორგანული ნარჩენების შეგროვებასა და კომპოსტირებას საერთო სივრცეში, რომელსაც თავად თემის წარმომადგენლები მართავენ. სათემო კომპოსტირება აერთიანებს ადამიანებს, ვინც დაინტერესებულია ნარჩენების შემცირებით, ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებით და ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას. სათემო კომპოსტირება არის მარტივი და პოზიტიური ნაბიჯი სუფთა და მდგრადი მომავლისკენ. სათემო კომპოსტირების ორგანიზება. სათემო კომპოსტირება შეიძლება მოეწყოს ყველგან, სადაც ადამიანები შეძლებენ ერთობლივად ზრუნვას კომპოსტირების პროცესზე, კერძოდ პარკებში, სკოლის ეზოებში, საცხოვრებელ უბნებში, ბაზრებსა და საზოგადოებრივ ბაღებში. სათემო კომპოსტირების ორგანიზება საკმაოდ მარტივია. საჭიროა განისაზღვროს მხარდამჭერები, ვინც დაინტერესებულია კომპოსტირებით. ეს შეიძლება იყვნენ მეზობლები, ერთი უბნის მაცხოვრებლები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, სტუდენტები და სხვები. მოიძებნოს და მომზადდეს ტერიტორია, სადაც განთავსდება კომპოსტირებისათვის განკუთვნილი ყუთები. შეგროვდეს კომპოსტირებისათვის განკუთვნილი მწვანე და მუქი მასალა. განხორციელდეს კომპოსტირების პროცესის მონიტორინგი. ინდუსტრიული კომპოსტირება. ინდუსტრიული კომპოსტირება წარმოადგენს ფართო მასშტაბიან, კონტროლირებად პროცესს, რომლის დროსაც ორგანული ნარჩენები გარდაიქმნება კომპოსტად. ინდივიდუალური და სათემო კომპოსტირებებისგან განსხვავებით, ინდუსტრიული კომპოსტირება იყენებს სპეციალიზებულ დანადგარებს და მიდგომებს, რაც აჩქარებს ბუნებრივ პროცესს და საშუალებას იძლევა გადამუშავდეს გაცილებით დიდი მოცულობის ნარჩენები. ინდუსტრიული კომპოსტირების ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია მწვანე ნარჩენების, ხის და ბუჩქების ტოტების, ფოთლების, ბალახის კომპოსტირება. როგორ მუშაობს ინდუსტრიული კომპოსტირება? ინდუსტრიული კომპოსტირების პროცესი მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს: ორგანული ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება, ნარჩენების მომზადება კომპოსტირებისათვის, დაქუცმაცება და განთავსება გრძელ რიგებად, ღია ან დახურულ სათავსოებში. კომპოსტირების პროცესის მართვა, ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი, შესაბამისი აერაციის უზრუნველყოფა საკომპოსტე მასის პერიოდული გადაბრუნებით, ზაკომპოსტის მომზადება გამოყენებისათვის, გაცრა უფრო დიდი ნაწილაკების მოსაშორებლად და საჭიროებისამებრ სასაქონლო სახის მიცემა. როგორ დავაჩქაროთ კომპოსტირების პროცესი? სულ რამდენიმე მარტივი ნაბიჯით შესაძლებელია კომპოსტის მიღება უფრო სწრაფად, ხარისხიანად და ეფექტურად. მწვანე და მუქი მასალების ბალანსის უზრუნველყოფა. კარგ კომპოსტს სჭირდება სწორი თანაფარდობა მასალებს შორის. იდეალური თანაფარდობაა 1 წილი მწვანე და 2-3 წილი მუქი მასალა. დაქუცმაცება. რაც უფრო მცირეა ნარჩენების ნაწილაკები, მით უფრო სწრაფად ხდება მათი დაშლა. ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნება. საკომპოსტე მასა უნდა იყოს ტენიანი, მაგრამ არა სველი. თუ ძალიან მშრალია, საჭიროა წყლის ან მწვანე მასალის დამატება. თუ მეტისმეტად სველია, საჭიროა მშრალი ფოთლების ან ჩალის დამატება. რეგულარული გადაბრუნება. ჟანგბადი აუცილებელია კომპოსტირების პროცესისთვის, რისთვისაც საჭიროა საკომპოსტე მასის პერიოდული გადაბრუნება. 3-დან 6 თვემდე პერიოდში მიიღება მზა კომპოსტი. როცა კომპოსტი გახდება მუქი, ფხვიერი და მიწის სურნელით, იგი მზადაა გამოყენებისთვის. კომპოსტი გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად, დეგრადირებული მიწების აღსაღდგენად და მდგრადი მეურნეობის მხარდასაჭერად. კომპოსტი აძლიერებს მცენარეთა ზრდას და ხელს უწყობს ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნების უნარს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას. კომპოსტი ქიმიურ სასუქების ბუნებრივი ალტერნატივაა. ნიადაგთან შერეული კომპოსტი იძლევა შესანიშნავ ნარევს ბოსტნეულისა და ყვავილების ზრდისთვის, აძლიერებს ტენიანობას და მცენარეთა კვებას. კომპოსტის როგორც მულჩის გამოყენება ხეების და ბუჩქების გარშემო იცავს ფესვებს, ინარჩუნებს ტენიანობას და კვებავს მცენარეებს. კომპოსტი შავი ოქროა, რომლის გონივრულად გამოყენება ეფექტურობის საწინდარია.